საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ახალი მისამართის მიუხედავად საპროტესტო აქცია კვლავ ძველ მისამართზე გრძელდება კოსტავას 68 ნომერში. აქ აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან, რომლებიც უკვე 130 დღეზე მეტია აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, აქციებისას დაკავებულ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას პატიმრობიდან და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერის გახსნა საზოგადოებრივი პოლიტიკური თოქ-შოუებისთვის და საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის, რადგან მათი შეფასებით პირველი არხი და სახელმწიფო ტელევიზია არ უთმობს მათ სათანადო საეთერო დროს, არ აშუქებს რეგიონებში მიმდინარე პროცესებსა და სათანადოდ და ობიექტურად არ ფარავს იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ბოლო თითქმის 4 თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, იგულისხმება აქ პოლიტიკური პროცესები და პროევროპული საპროტესტო აქციები. არაერთი პრეტენზია აქვთ აქციის მონაწილეებს ამ 130-ზე მეტი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიმართ, თუმცა გარდა აქციის მონაწილეებისა კრიტიკულად განწყობილნი არიან ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 უკვე ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც გათავისუფლების შესახებ ეცნობათ სულ რამდენიმე წუთის წინ. ესენი არიან მოამბის ყოფილი წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ასევე გადაცემა რეალური სივრცის ყოფილი წამყვანი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი სახე ნინო ზაუტაშვილი. ორივე მათგანი კრიტიკულად იყო განწყობილი პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილისა და ამავე ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის ვასილ მაღლაფერიძის მიმართ. მათ არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს არა მხოლოდ საპროტესტო აქციების განმავლობაში, არამედ უშუალოდ სამეურვეო საბჭოს სხდომებზე და უკვე რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნებოდა კონკრეტული სადისციპლინო ზომები, მათ შორის ეს გამოთქმული იყო ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან სამეურვეო საბჭოს სხდომაზეც, როგორც ტელევიზიის მენეჯმენტი განმარტავს, ტელევიზიის თანამშრომლებმა არაერთხელ დაარღვიეს თითქოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის წესდება, ასევე მაუწყებლის შესახებ კანონი და ხელშეკრულების პირობები, რომელიც ორმხრივად იყო გაფორმებული. რამდენიმე კვირის წინ, უფრო კონკრეტულად თვენახევრის წინ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ჩახსნეს მოამბის 18 საათიანი გამოშვებიდან, მას შემდეგ, რაც მან ღიად გამოუცხადა სოლიდარობა პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით. ასევე არაერთი განცხადება გავრცელდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან ამ ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც ტელევიზიის მენეჯმენტი ბრალს დებს კრიტიკულად განწყობილ თანამშრომლებს ტელევიზიის წესდების დარღვევაში. როგორც უკვე გითხარით, სულ რამდენიმე წუთის წინ ეცნობათ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია. უკვე მოყვა ამას კონკრეტული შეფასებები აქციის მონაწილეთა მხრიდან, რომლებიც ამ წუთებშიც იკრიბებიან ტელევიზიის შენობის ძველ მისამართზე. მათი შეფასებით ეს ყველაფერი არის დაკავშირებული მათ კრიტიკულ განწყობასთან და იმასთან, რომ კონკრეტულად ის პირები, რომლებიც ხელმძღვანელობენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე, მათ აქციის მონაწილეთა შეფასებით დაკავშირებულნი არიან ქართულ ოცნებასთან და ატარებენ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლება არის რა თქმა უნდა უკანონო და ეს არის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელების ნაწილი, რომლის მიზანი არის ერთდროულად ორი დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანის მოშორება ტელევიზიის სისტემიდან, მაგრამ ამავდროულად ყველა დანარჩენი თანამშრომლისთვის, ვინც შეიძლება გაბედოს და იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მუქარა იმ სახით, რომ მათაც ზუსტად იგივე შეიძლება დაიმუქროს. რა თქმა უნდა ეს არის შემაშფოთებელი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თინათინ ბერძენიშვილის და ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით დღეს სრულად ემორჩილება რუსულ რეჟიმს და ივანიშვილის ამ ბანდას. შესაბამისად, ერთადერთი მოთხოვნა ჩვენი რჩება უცვლელი მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება ამ თანამდებობებიდან. მიუხედავად ამისა, თქვენ იცით, რომ ვასილ მაღლაფერიძე საერთოდ ხელახლა აირჩიეს. ეს უბრალოდ ცხადყოფს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემურად ხდება შერწყმა იმედის პოზიტივის რუსთა
უცხავი სახელისუფლებო პროპაგანდასთან, რაც არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულება სულ მცირე ბალანსი შეინარჩუნოს. როგორც ჩანს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ აიტანა განსხვავებული აზრი. პრინციპში ჩვენთვის ეს გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ 4 თვეა ვიძახით, რომ პირდაპირ ეს ტელევიზია ემსახურება ქართულ ოცნებად და არათუ მხოლოდ პროპაგანდას ატარებს, არამედ დაცალა მთელი ტელევიზია განსხვავებული აზრისაგან, კრიტიკული აზრისაგან და პირიქით ყველანაირად ცდილობს, რომ შიგნით დატოვოს ის ჯგუფი, ვინც მორჩილად, ასე ვთქვათ, განახორციელებს აი ამ პროპაგანდას. მაგრამ ჩემი აზრით ეს არის უკვე გამოწვევა ჩვენთვის, რომ როდესაც ისინი ასეთ ქმედებებს ახორციელებენ, ჩვენ როგორც აი ამ პროტესტმა, როგორ უნდა ვუპასუხოთ, ერთი მხრივ როგორ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა ამ ადამიანებისადმი და მეორე მხრივ ვთქვათ, როგორ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი პროტესტი. ერთი ცხადია, ეს პროტესტი უწყვეტად უნდა გაგრძელდეს და მეორე, რომ აუცილებლად ამაზე პასუხი ჩვენ უნდა გქონდეს. იმ პირებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლის არის ქართული ოცნების მიერ მართული და მართველი პარტიის ინტერესების გამტარი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაერთხელ დაუპირისპირა, შეიძლება ითქვას, განცხადება, რომლის მიხედვითაც ტელევიზიის მენეჯმენტი სარედაქციო დამოუკიდებლობაში და შინაგან წესში ჩარევად აფასებს აქციის მონაწილეთა პროტესტს და მათ მოთხოვნებს, მათ შორის ტელევიზიის მენეჯმენტის გადადგომასთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 30 ნოემბრიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მალღაფერიძის თანამდებობიდან გადაყენება, თუმცა ამის მიუხედავად სულ რამდენიმე დღის წინ 3 აპრილს ის ხელახლა აირჩიეს სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე. 11 პირი მონაწილეობდა ამ კენჭისყრაში, 8 მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას. ეს კანდიდატურა იყო ერთადერთი და უალტერნატივო, რადგან სხვა არავის წამოუყენებია ეს კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. კენჭისყრაში მონაწილეობა თავად ვასილ მალღაფერიძემაც მიიღო და საკუთარ თავსაც დაუჭირა მხარი. მხოლოდ 3 პირი აღმოჩნდა მისი კანდიდატურის წინააღმდეგი. თავად ვასილ მალღაფერიძე ამ თანამდებობას 2022 წლის 21 აპრილიდან იკავებს. მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, რის გამოც სწორედ აქციის მონაწილეები მის კანდიდატურას მიუღებლად მიიჩნევდნენ და ზოგადად მის საქმიანობასაც ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ის იყო მართველი პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარი, ისე როგორც თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც გენერალური დირექტორის მოადგილეს თანამდებობას იკავებს. რაც შეეხება აქ მიმდინარე საპროტესტო აქციას, ახლა როგორც გითხარით, იკრიბებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, აქ ცოტა ხანს შეელოდებიან პატიმართა ოჯახების წევრებსაც, რომლებიც სპეციალურ განცხადებასაც გააკეთებენ და ისაუბრებენ 14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საპროტესტო მარშზე დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით.